გურის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სააგენტოს ცნობით ავტობუსების ნაწილში კონდიციონირების სისტემა უახლოეს მომავალში სრულად აღდგება. როგორც სააგენტოს წარმომადგენელი მიშა გოგინაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე გაგრილების პრობლემა მხოლოდ 4 მუნიციპალურ ავტობუსს აქვს, რომლის აღდგენაზე სააგენტო აქტიურად მუშაობს. მისივე თქმით, მიუხედავად ამჟამინდელი ხარვეზისა, მუნიციპალური ავტობუსით გადაადგილება სართუჯამში კომფორტულია. გოგინაშვილის განმარტებით, გურის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სისტემა ეტაპობრივად ვითარდება და ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ანომალიური სიცხეების გამო ხშირად გამოდის წოვრიდან, ეს არის მიმდინარე საკითხები. ცდილობთ გავაკეთოთ, ახლა კომპრესორებია რამდენიმეზე და ველოდებით ერთ კვირაში უნდა ჩამოვიდეს მომწოდებელისგან და ესეც გამოსწორდება. დანარჩენი მიმდინარეა დღეს გუშინ მაგალითად ერთ ავტობუსზე შლანგი გაფუჭდა დღეს აკეთებენ და ესეთი მიმდინარე საკითხების გამო ზოგი რაღაც მომენტში გამოგთვლილია ხოლმე, მაგრამ ყოველდღიურად მუშაობს IP ამ საკითხებზე და გამოსწორებადია ყველაფერი. დღესდღეობით 4 ავტობუსია ესეთი პრობლემა, რომელსაც კომპრესორი არ გამოსაცვლელი და ეს არის კენტის ავტობუსებზე და ერთ პატარა ავტობუსს შლანგი აქვს გახეთქილი და იმასაც გააკეთებ. ეს არის ამ დღესდღეობით ესა. დანარჩენი ხა მიმდინარე შეიძლება რაღაცა მომენტში რაღაცა გაფუჭდეს ვაკეთებენ და ასე შემდეგ.